საუბრობთ ინფლაციაზე, ოქტომბრის ინფლაციამ 5.2% შეადგინა და ამ ნიშნულის ინფლაციის ამ ნიშნულის ანალიზს გავაკეთებთ, რას ფიქრობენ ეკონომისტები ამ შემთხვევაში ნიკოლოზ ალავიძე ჯეოკეისის მრჩეველთა საბჭოს წევრი ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე ნიკოლოზ ხშირად ხარ ჩვენი სტუმარი გიცნობს ჩვენი მაყურებელი ყოველთვის საინტერესოა შენი მოსმენა შენი ანალიზის მოსმენა ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში რომ მონაწილეობ გადაცემაში და შენი კონტრიბუციისთვის 5.2% ჩვენ ბოლოს ვისაუბრეთ თუ სწორად მახსოვს 3.5 იყო პლუს მინუს და საუბრობდით რა იქნებოდა მომდევნო თვეებში 3.6 იყო კი ბატონო 4.8-ის შემდეგ 5.2 გვაქვს პირველ რიგში არ ვიცი ციფრი უნდა შეგაჯამებინო სანამ ტენდენციებზე გადავალთ და სანამ ქვეკატეგორიებზე გადავალთ აუცილებლად რაც გულისხმობს საკვებსა და უალკოჰოლურ სასმელებს აუცილებლად 5.2% უნდა შეგაჯამებინო რას ნიშნავს დღეს ეს ქართული მოსახლეობისთვის თვითონ ციფრი თითქოს დიდად არ იჭერს და არ ჩანს 5.2 თითქოს რა არის ეს არის რაღაც გარკვეული მეთოდოლოგიის გასაშუალებული მონაცემი რომელთაც ხელმძღვანელობს საქსტატი რომელიც ემყარება საერთაშორისო პრაქტიკას ეს არ არის უნიკალური პრაქტიკა უბრალოდ რაღაც შეთანხმებული არის ყველა ამ ინფლაციის საერთო მაჩვენების გამოთვლაზე რაც არის შემდეგ ფუნდამენტი ეროვნული ბანკისთვის და მონეტარული პოლიტიკისთვის და ზოგადად ეკონომიკური პოლიტიკის განვითარებისთვის სახელმწიფოს მხრიდან რომელიც არის დადგენილი რომ მიზნობრივი მაჩვენებელი ინფლაციის არის 3%. 3%-ის დაბლა არის ყველაფერი კარგი ან 3%-ის მაღლა უკვე რაღაც გარკვეულ ნეგატიურ სიგნალებს მოიცავს და ეს არის ინდიკატორი რომელიც აძლევს უკვე ეკონომიკის სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს, ეროვნულ ბანკს, რომ მათ ხელთ არსებული ინსტრუმენტები გამოიყენონ, რომ დაარეგულირონ და დაასტაბილურონ შესაძლო ნეგატიური გადახრები ეკონომიკაში. ეს საკმაოდ კარგი ინდიკატორი არის, ანუ მიზნობრივი მაჩვენებელზე მაქვს საუბარი, კონკრეტულ ციფრზე არა მაქვს მე საუბარი, რომელიც იძლევა საშუალებას, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებას და აღმასრულებელ ინსტიტუტებს ჰქონდეთ საშუალება, რომ ყისიერი რეაგირებები მოახდინონ, რომ ეს ეკონომიკური პროცესები მეტნაკლებად და ეს მაკროეკონომიკური პარამეტრები მეტნაკლებად მართოს. სანამ გადავალთ ნიკოლოზ მონეტარულ პოლიტიკაზე და განაკვეთზე აუცილებლად უნდა ვკითხოთ თულად უნდა შევხედოთ საკითხს, იმიტომ რომ მაგისთვის ვართ აქ ზუსტად რომ ყველა მხრიდან განვიხილოთ სცენარი, ხედავთ რომ ორნიშნა არის იმ ჯგუფზე, საკვებსა და უალკოჰოლურ სასმელებზე ზრდა, რომელიც ალბათ ჩვენ არ ვართ მაღალშემოსავლიანი ქვეყანა, ჯერ კიდევ განვითარებადი ეკონომიკა ვართ. იმედია ცოტა ხანი ვიქნებით კიდევ ამ სტატუსში, თუმცა დღეს ეს მოცემულობა გვაქვს, მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი ყავს სოციალურ და დაუცველთა ბაზაში, რეგიონებში განსაკუთრებით ალბათ რთული სიტუაცია არის შედარებით ქალაქთან, ცენტრალურ დასახლებებთან, რას ნიშნავს პირობითად 11%-იანი ამ ჯგუფის ზრდა, რომელიც ალბათ ყველაზე ახლოს ეხება, ყველაზე ახლოს ასახავს მოწყვლადი ჯგუფების мотиваციებს. კი, როგორც თქვი, ეს კონკრეტულად რაღაც გარკვეულ მეთოდოლოგიას ემყარება თქო და ეს 5.2% თავისთავად თითქოს მოუმზადებელი ადამიანისთვის და მოუმზადებელი თვალისთვის თითქოს არაფერი ახლა 3 და 5.5-იც ოკეი რა 2%, მაგრამ როგორც თქვის მეთოდოლოგია იძლევა საშუალებებს რომ შენ გასაშუალებული ციფრით და უკვე მერე შენ როგორი ინტერესებიდან მოძრაობ და რა ტიპის პროპაგანდული სულისკვეთებით ხარ მოდით ასე ვთქვათ შეკაზმული მაგ სახით რომ გამოაჩვენო მაგრამ სიღრმეში ჩახედვისას ჩვენ ასევე ხვდებით რეალურ ცხოვრებას რეალურ ცხოვრებაში ამ გაშლილ ციფრებში ვხედავთ რომ ისეთ პროდუქციაზე ანუ ინფლაცია თვითონ რა არის ხო ინფლაცია არის რაღაც კონკრეტული ღირებულების მქონე აქტივის გაუფასურება. ამ შემთხვევაში ფულის გაუფასურება. იმ შემთხვევაში თუ გუშინ ჩვენ 1 ლარით ვიყიდით სიტყვაზე 1 ვაშლს, დღეს 1 ლარით 1 ვაშლს ვეღარ ვყიდულობთ, 1 ვაშლის ფასი გაგვიხდა 1 ლარი და 5 თეთრი პირობითად. მაგრამ კონკრეტულად ვაშლებში თუ ვისაუბრებთ და კონკრეტულად ისეთ პროდუქტებში, რომელიც უფრო მაღალი მოხმარების არის, უფრო მაღალი მოთხოვნით არის და პირველადი მოხმარების პროდუქტებზე გადავდივართ უკვე
იმიტომ ჩვენი ეკონომიკა არ არის ძლიერი, სამწუხაროდ მიუხედავად ორნიშნა და მრავალნიშნა ეკონომიკური ზრდისა, საბაზისო ბაზისი, ზრდის ბაზისი არის ძალიან დაბალი, ამიტომ ძალიან დაბალი რომ იზრდება 10%-ით, გააქვს მაინც დაბალი ზრდა. და ძალიან მაღალი და ძალიან დიდი რო იზრდება 1%-ით, გააქვს აბსოლუტურ ციფრებში ძალიან დიდი ზრდა, ხო? სად რაღაცა 30 რო იზრდება და სად 300 მილიონი 30-ის 10% და 300 მილიონის 1% აბსოლუტურ ციფრებში არ გვაძლევს და ეს მარტივად რომ თქვა ჩვენი ეკონომიკის ნაწილიც აქ არის. ამიტომ ჩვენი ეკონომიკა გამომდინარე იქიდან რომ სამწუხაროდ არის და მოხმარებაზე დაფუძნებული, ანუ ჩვენ ვქნით უფრო ნაკლებს და მოვიხმართ უფრო მეც და სამწუხაროდ ამ სტრუქტურით, ამ არასწორი მართვით და ესეთი თავზე ხელაღებული კორუფციით ჩვენ ვართ უფრო ექსტრაქციაზე ორიენტირებული ეკონომიკა, რომელიც დამახასიათებელია უფრო ესეთი დიდარი ბუნებრივი რესურსების მქონე ქვეყნებზე, სადაც ძალიან ესეთი ავტორიტარული ან ერთხელში მოქცეული მმართველობითი სისტემებია დაახლოებით აქეთ. შესაბამისად ჩვენ არ ვქნით, ჩვენ უფრო მოვიხმართ, დამოკიდებულები ვართ გარე წყაროებზე და გარე შემოდინებებზე და მოხმარების დიდი ნაწილი, იმიტომ რომ ჩვენი 3.7 მილიონიანი მოსახლეობაში სამწუხაროდ თითქმის 2 მილიონი არის სიღატაკესთან ახლოს ან სიღატაკეს ზღვარს ახლოს. საიდან მომავწირს, ეს არის ოფიციალური ისევ და ისევ საქსტატის მონაცემები, 710,000-ზე მეტი ადამიანი არის უშუალოდ ბენეფიციარი სოციალური შემწეობის და 1,200,000-ზე მეტი ადამიანი დგას რიგში, რომ ისინი მოხდეს სახელმწიფოს მათი აღიარება როგორც სოციალურ დაუცველო, მიიღონ ეს ყოველთვიური დახმარება და რაღაც ბიუროკრატიული პროცედურების გამო ისინი ვერ არიან, მაგრამ სამწუხაროდ ეს არის ის მოცემულობა, რომელსაც საქსტატი გვაძლევს. ამიტომ ამ ადამიანებისთვის და კიდევ საშუალო ფენა, რომელიც ასევე მცირდება, მათი მოხმარების კალათაში გაცილებით დიდია ის წილი, სადაც პროდუქტზე ინფლაცია, ანუ გაძვირება, ზოგ პოზიციაზე არის 20%, ზოგზე 60%, ზოგზე 100%-ზე მეტი. კატეგორიული ბახჩეული პური და პური პროდუქტები შედის და ძალიან ბევრი მართულობა. ეს პროცესი რთულია, უფრო ამ 5.2 პროცესში, რომლის წინაც 4.6 იყო, რომლის წინ 3.6 იყო და ასე შემდეგ, ასე ვიზრდებით, ყველაზე ნეგატიური არის ტრენდი, ზრდის ტრენდი. ზრდის ტრენდი აღნიშნავს იმას, რომ ჩვენი მოხმარება იზრდება, შემოდინებები იკლებს, ანუ სიჯანსაღი ეკონომიკის კითხვის ნიშნის ქვეშ არის და ჩვენ უახლოვდებით ბუნებრივად, ასე ვთქვათ, თავზე ხელაღებული მოხმარების პერიოდს. ნიკოლოზ, აი ორი შეკითხვა დაგვრჩა, რის გარეშეც ვერ გაგიშვებთ და ძალიან შეზღუდული ვართ დროში და 3 წუთი სრულიად უნდა ავითვისოთ. პირველი აუცილებლად შეგეკითხებით მოლოდინებს, იმიტომ რომ ხედავთ რომ რაღაც შეუქცევად პროცესი გავს ეს ინფლაცია და რა მოლოდინები გაქვთ თქვენ წინა საახალწლო პერიოდში, როდესაც მოხმარება იზრდება და განსაკუთრებით მტკივნეული ხდება ეს სამოხმარებლო კალათის ფასი მოსახლეობისთვის. რა მოლოდინები გაქვთ დეკემბერში? მოლოდინი სამწუხაროდ არ მაქვს კარგი, იმიტომ რომ ეს ოქროს წესია, ასე ვთქვათ, როცა იზრდება მოთხოვნა, იზრდება იზრდება ფასები, მიწოდება, რა თქმა უნდა, გაიზრდება, იმიტომ მოთხოვნა იზრდება, მაგრამ ჩვენ მიწოდებას უნდა მივმართოთ გარედან, ანუ იმპორტიც გაგვეზრდება, შესაბამისად წნეხი გაიზრდება უფრო ვალუტის მოთხოვნაზე, რომ მოხდეს რაღაც იმპორტული პროდუქციის შემოტანა და ეს არის ეს პერიოდი უკვე დაწყებულიც არის ამ მომარაგება, ასე ვთქვათ, დეკემბრის პერიოდში. დეკემბრის პერიოდი იცით რომ ცოტა ისეთი უფრო ეკონომიკურად უფრო არ არის ისეთი პროდუქტიული, მაგრამ მოხმარება გვეზრდება ძალიან ამ საშობაო და საახალწლო მოლოდინებიდან და ამ ჩვენი ესე ვთქვათ უკანა ბოლო ტრაპეზის მოლოდინიდან, თითქოს რაღაც მეტი აღარ იქნება და ეს 31 დეკემბერი 1 იანვრის ღამეს რაღაც ესე უნდა ვთქვათ, ეს რაღაც კულტურაში ჩამოყალიბებული, ასე ვთქვათ, მარკეტინგული ჩანერგილი კოდი არის, რაც ბუნებრივად ზრდის სამწუხაროდ მოხმარებას, გამომდინარე იქიდან რომ ჩვენი კულტურა დანაზოგების მიმართ მაინც და მაინც ლოიალური არ არის, იმიტომ კი არა რაღაც ცუდი ტიპები ვართ, არამედ ისევ აი ამ გასული 100 და წლის ცხოვრების სტილმა გვიბიძგა ამაზე, იმიტომ რომ რეალური სტაბილურობა არ იყო, შიშის ქვეშ ცხოვრობდა ხალხი, რაღაც ავტოკრატიული და დიქტატორული რეჟიმის ქვეშ, ეს რეჟიმების და ასე შემდეგ გადასვლა გადმოსვლის ნაწილში ფიზიკურად ვერ გამოვიმუშავეთ, ამისი დრო არ მოგვესა
როცა და აქედან გამომდინარე ის მცირე დანაზოგები თუ არის რამე საზოგადოებაში ისიც ხდება თავდასხმის ობიექტი ამ პერიოდში. ნიკოლოზ აუცილებლად უნდა გითხო მოლოდინებზე, ოღონდ სხვა კონტექსტში ისე ვერ დავასრულებ გადაცემას, უწუთ ნახევარი დაგვრჩა და მინდა რომ მაქსიმალურად ავითვისოთ. პირველი არის თუ არა იმის საშიშროება თქვენი დაკვირვებით, თქვენი გამოცდილებით, რომ ხომ არ უბრუნდებით იმ წრეს, სადაც ვიყავით 2 წლის წინ წელიწადნახევრიანი ორნიშნა ინფლაცია გქონდა. ანუ ბუნებრივი შიშე, მე როგორც ერთი მოქალაქე ისე მინდა რომ შეგეკითხოთ. რამდენად არის ამის საშიშროება და თქვენ როგორ ელოდებით ცენტრალური ბანკის, ეროვნული ბანკის ქმედებებს ამ პროცესთან დაკავშირებით, ხო, იმიტომ რომ ხშირად ვიცით რომ როდესაც უკონტროლო ხდება ეს ინფლაცია, მეტნაკლებად ახლა 8%-ის ფარგლებში გვაქვს რეფინანსირების განაკვეთი, რამდენად შესაძლებელია და როდის შეიძლება თქვენი პროგნოზით ეროვნული ბანკი უკვე ჩაერთოს თავისი აგრეგატებით. ნუ ეს რამოდენიმე წლის წინ ეს მაღალი ინფლაციას ჰქონდა თავისი დიდი გამოწვევის მიზეზები. ვიცით რომ პოსტ-პანდემიური პერიოდი იყო, ახლა სხვა რეალობა გვაქვს და მე ვიტყოდი ახლა უფრო მძიმე პერიოდი გვიდგას, იმიტომ პოლიტიკურად ქვეყანამ ძალიან არასტაბილურ საფეხურზე გადავიდა, ძალიან არასერიოზულად მიდის და პანდემია ჩაანაცვლა იზოლაციამ გარე სამყაროსთან, რაც უფრო დიდი რისკი შეიცავს. დღეს მნიშვნელოვანი დღეა, იმიტომ პოლიტიკური შეფასება უნდა მიეცეს ევროკავშირის მხრიდან და ჩვენი ქვეყნის სამომავლო განვითარებას და ამ ვექტორს, რაც არ უნდა თავი ვიმშვიდოთ, რომ ყველაფერი გენიალურად არის, არ არის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, იმიტომ პირდაპირ აისახება ჩვენ ეკონომიკურ ზურგზე და დახმარებებზე საერთაშორისო და ძლიერი პარტნიორებისგან. ეს თავარი მიზეზი რაც არის, ეროვნული ბანკისთვის, რა თქმა უნდა, მონეტარული პოლიტიკის გამკაცება ერთ-ერთი ინსტრუმენტია, ჯერ თუმცა უნდა შევაფასოთ, რომ ეს მონეტარული პოლიტიკის გამკაცება გარკვეულწილად ეკონომიკურ ზრდაზე მოქმედებს, ხო? რა თქმა უნდა, ეკონომიკურ ზრდაზე, მაგრამ ეხაც რომ ობიექტად რომ შევხედოთ ის განაკვეთი, რომელიც ახლა არის, ისედაც ძალიან მაღალია, ეს ხელს არ უწყობს რეალურად დაბანდების და რაღაც სესხების აღების წახალისებას, იმიტომ ლარჯში გამომდინარე უკვე მე კომერციული პრემიუმის დამატებული არაკონკურენტული განაკვეთი გამოდის და მით უმეტეს ეს არ არის ერთადერთი ინსტრუმენტი ეროვნული ბანკის ხელში. ჯერ ვერ ვიტყოდით, ვერ შევაფასებთ, რომ ეს არის რაღაცა ჰიპერინფლაციისკენ გვიბიძგებს თემებს, მაგრამ როგორც თქვი, გაცილებით უფრო მეტი და უფრო კომპლექსური სირთულეები გვაქვს. პირველ რიგში ეს პოლიტიკური ურთიერთობებიდან გამომდინარეა, ქვეყანამ საკუთარი თავი ჩაიგდო იზოლაციაში და ეს იზოლაციის შედეგები მოდის. ასეთი სახით გაგრძელება სამწუხაროდ უფრო დააჩქარებს, იმიტომ რომ გარე კაპიტალის შემოდინება, ინსტიტუციური მხარდაჭერა, ეს ასევე ძალიან დიდი და ყველაფერი თან ერთად მოლოდინი, ბიზნესის მოლოდინები ამ ყველაფერში, იმიტომ რომ აკვირდები რომ ხელისუფალი სრულიად არაადეკვატურად იქცევა და უკვე მის ხელში კარგი ინსტრუმენტიც კი, მათ შორის ეს მონეტარული პოლიტიკის ახსნობის ინსტრუმენტიც უკვე საკუთარ არაკომპეტენტურ და არასასიამოვნო ხელშია, უკვე შიშით უყურებს უკვე ბიზნესიც და შესაბამისად განწყობამ უფრო შეიძლება ცუდად იმუშაოს და დააჩქაროს ეს პროცესი. დიდი მადლობა ბატონ ნიკოლოზ, არაჩვეულებრივი და ძალიან ხანგრძლივი ანალიზისთვის. გადავაჭარბებთ საეთერო დროს, მაგრამ თქვენი მოსმენა ყოველთვის საინტერესო არის. დიდი მადლობა, უანონსებ ასევე ჩვენს მაყურებელს, რომ ბატონ ნიკა ხშირად იქნება ჩვენი სტუმარი, მინიმუმ წლის ბოლოს შევაჯამებთ ინფლაციურ მოტივაციებზე. ჩვენი გადაცემა დასასრულს მივახლოვდა ძვირფას ტელემაყურებლებო.